ჩვენ ხო გვაქვს შინაგანი ორგანოები, რომელსაც ვერ მართავს, მაგალითად გული, ამფილტვები თავისით მუშაობენ ისე, რომ ჩვენ მათზე გავლენა არ აქვს. და ამას აკეთებს ორნაირი ნერვული სისტემა გვაქვს ჩვენ, სიმპათიკური და პარასიმპათიკური და ამას ეძახიან ავტონომიურ ნერვულ სისტემას, ანუ ისეთ ორგანოებს, რაც მართავს, რაზეც ჩვენ გავლენა არ აქვს. და როცა აი დისფუნქცია ხდება მაგის, აი ამას ეძახიან ნეიროცირკულატორულ დისტონიას და ადამიანს აქვს გულის აჩქარება, შფოთვები, თავბრუსხვევა, სისუსტე, შეიძლება გულის წაუვიდეს, ასეთ სიმპტომები. ოღონდ აქ ახლა ცოტა პრობლემა ის არის, რომ ესეთი დიაგნოზის დასმა ადვილი არ არის, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა გამოირიცხოს. უნდა გამოირიცხოს რეალური დაავადება ამ ადამიანს არ ქონდეს. თუ არაფერი არ აქვს, მე შეიძლება დაისვას ესეთი დიაგნოზი. და ასეთ დროს მკურნალობა ძირითადად არის ხოლმე ვარჯიში, მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები, რელაქსაციის ტექნიკები. ანუ წამალი არ არსებობს ამისთვის ვარჯიშებია მკურნალობა.